შვილო, როდის გაქვს დაბადების დღე? ოე, შენ გელაპარაკები, ბიჭო? ჰა, აუ, ისა ვერ გავიგონე, კიდე ერთხელ გაიმეორე, რა მითხარი? იმიტომ ვერ გაიგონე, რომ ორივე ნაუშნიკები ყურში გაქვს გათხილი, ჩქარა მოიხსენი, ბიჭო. აი ხო, აი, მოვიხსნი, ვსო, ვიხსნი, აი. როდის გაქვს დაბადების დღე მეთქი? მე მგონი 4 აგვისტოს და რა იყო? მე მგონი, შენ ხო არ გამოქლიავდი, ბიჭო, საკუთარი დაბადების დღე არის, იცი რომ გამავათაყვანე ხა. ეგრე შენ რატო არ იცი, მშობელი ხარ, იქ არ იყავი? ბიჭო, მე მამა ვარ შენი და რამდენი წელი გავიდა იმის მერე იასნა რომ დამავიწყდება ზუსტით არიღი. კარგი, ხო, გეთანხმები. რა თქმა უნდა დამეთანხმო, მაგრამ აუნაქნა. ხო და ანუ რაში გაინტერესებდა? რას ქვია, რაში მაინტერესებდა? უბრალოდ მიპასუხე, ნუ გამეჩხუბები, რა გთხოვ? რა ვიცი, საჩუქარზე ვფიქრობდი, მეთქი რა გაუსწორდებათ ხო? რავი, Mercedes CLS-ი გამისწორდებოდა. ბებია შენმა რა თქვა, მომინდომა ეხა მანქანა. მაშინ iPhone 14. 14 არა, 50 კიდე რა იყო, ფული თავზე კი არ გვაყრია, თო რამე რეალური მოითხოვე. მაშინ ველოსიპედი დამithრიე. რა მანქანა, რა ველოსიპედი, რა iPhone-ი, რამე რეალური მოითხოვე, ბიჭო, ნუ გამომათაყვანე ეხა. კარგი, მაშინ თუ ყველაფერზე უარი უნდა მითხრა, მაშინ ჩამეხუტე მაინც. რა უნდა ვქნა? ანუ, ჩამეხუტე რა, ჩამეხუტე. შემოგავლო ეხა, ბიჭო, ეგეთი კი არა ვარ. რა იმნაირს მამა ჩემი ხარ და რა მოხდა მე რომ ჩამეხუტო? გაჩუმე შენი დამპალი ხარ და წადი იმეცადინე ჩქარა, არაფერს აღარ გიყიდი, აი ესე გადავწყვიტე. კარგი, რანაირი დაბადების დღეა თუ არაფერი მაჩუქე? არიშლი ხო შენსაც, კაი ვიცი რაც უნდა გაჩქო, აი გამომართვი ეს. ეს რა თმინდა ვერ გავიგედო? ეხა დამიბრუნე უკან გეტყვი რაც უნდა ქნა.